დილამშვიდობის კი არა და კაცო დღემშვიდობის რა ის დილამშვიდობის 3 საათი მე გიჟური დღე იყო აი ხა დამიამდა თავი და მოვედი ხასიათზე რომ საერთოდ თვალებიდან გამოვიხედო და სანამ ისე გამოვიხედები თვალებიდან რომ ამ დასალაგებელი ტერიტორია დავინახო მანამდე ტელეფონი დავინახე მოკლედ სად დაგსვათ ყველგან დაუთოებულები მილადი მაგრამ რამეს მოვახერხებთ წამი ოპას ეხაც ექს უმტოშას რუტი უნდა ჩავერთო მარტო და ისევე საქმიანობა უნდა დავიწყო უთო გარეთი დერიბა ესე იგი დილით სადღაც 10 საათზე 10 სეკლ 15 რომ მე და ბარბარე წავედით შოპ-მარინაში ბარბარემ თხოვა იუბკა მინდაო წინაზე მითხრა სამშაბათო კლასელები უნდა წავიდეთო და ქალებიო ერთ სიტყვით რომ ბაზრობაზე და იუბკა უნდა ვიყიდო და არ გავუშვი იმიტომ რომ ჯერის რომ არა განა არ გამიშვია და რაღაცა და რატომაც არა დაიცა ჯერ ნასკი გავარკვიო წინა უკანა რომელი ზემოთქვებოდ ხო და იმიტომ რომ ჯერ ხო იცი ხა გამყიდველები არც ისეთი უმრავლესობა თუ უმცირესობა თუ როგორც არ უნდა ვთქვა არც ისეთი ძალიან ძვირფასად ბავშვებს რომ დაინახავს არც დაუკლებ შეიძლება მეტიც გადაახდეინოს და ასე შემდეგ ელემენტარული ამ ხელაკაბაში იცით რომ 60 ლარი მივეცი ხო და მაგის გამო არ გავუშრო მეთქი მე წაგიყვან მეთქი ქვეყანაში შოპ-მარინაში წავედით ხალხნო დილას და თან ვიფიქრე რომ მე ზუსტად ისეთი პერიოდია რომ საქორწილოთ მეთქი რამეს ვნახავ მეც და დღეს ახალი კოლექცია მიიღეს საგიჟე იყო დღეს ვიცოდი რომ ეგ იყო იმიტომ რომ წუხედ ლაივი იყო რომ მოვუთოვებდი ვუყურებდი მაინტერესებდა გადავავლე თვალი და სადღაც 30-35 და 40 კაი 50 ლარში შეიძლება და ამის ყიდო ჩემთვის ვამბობ საქორწილო თუმცა წინაზე ვთქვი ბაზრობაზე წავალ მეთქი და ვიყიდი მაგრამ ბაზრობაზე შპალიერზე ვიყავ და გამოვიქეცი ხო და რადგან ბარბარეს უნდა დაიუბკა და იუბკაზე ვიყავით ეკლესიისთვის მინდა გრძელი რავი და ტუაინიშებს ხოლმე და სულ იმას ვეჩუვები ანუ ისეთი სტილის ტანსაცმელი აცვია რომ თან ეს გაშლილი თმა და რაღაცა დაბალ ვიზუალს უქმნის რა რაღაცნაირად აი რო შეიძლება უფრო აი როგორ გითხრათ აი ასაკს რო იმატებს მსგავსი ტიპის ჩაცმულ რაღაცებ პოპოდია სავსათის ხო და ხო ეხა ვიღაცამ არ დამიწყოს პოპოდია არ არის ისე ძალიან კარგი ვიცი რაც არის პოპოდია და ძალიან ვიცი როგორი ძვირფასიც არის პოპოდია მაგრამ ზოგადად ჩემ ბავშვობაში მასე აღექმეოდა რაღაცა ფარტხუნა ტანსაცმელი პოპოდიასთან აღენ ხო მოკლედ როგორც არის რა ხო და ავიღოთ 1-2 ძალიან ლამაზი კაბები იყო მაგის ასაკის აი ულამაზესი კაბები რაღაცა კინაღამ იმ კაბებში მოვგუდე კაი მეთქი მე თან აი მე ერთი ცალი შავი იუბკა ვნახე ამ ხელა ეს რა არის ბარბარნო თოჯინისაო და არა შვილებთან ნინოსთვის ავიღე მეთქი ტაძარში რომ მიდის ხოლმე და რაღაცა სუშავლებით მიდის იმიტომ რომ ჯერ ხო კაბასთან ძალიან ცუდად არის ნინო აი მასე გავიზარდე მე ძალიან ცუდად და ეხა უკვე ისეთი დიდი გუგუ არის რომ ტაძარში მაინც არ უნდა ჩაიცოს და შავი ერთი ткаველა იუკაში მივეცი ის რა ქვია 10 ლარი ბარბარისაცი იყო მეტრანახევრიანი ხო და რაღაცა ზოლიან ჯემპრებზე და რაღაცებზე გართულება ეს ზოლი შავი თეთრი ერთი იგი და აი უბრალოდ სამაგისოთ არ ვიყავი წასული თორე ხალხნო 10 ლარებში ისეთი მაგარი გასასვლელი გინდა თუ სახში ხუმღულა რაღაცები იდებოდა უყო და მართლა უბრალოდ მაგისტვის მართლა არ ვიყავი წასული თორე მართლა ვიყიდი და ზამთრის გარდირობს განვაახლდი ელემენტარული ხლა ეს შავი ბაიკა არის და
ჯერ ის რომ ანუ ისევ რეცხავ ხოლმე რა რომ ესეც თეთრი კვიწლებია აქ რა ანუ სახლისთვის რო რეცხავ აღარ ვიყურებ ხოლმე რა შეიძლება პირსაცმელით შეუგდო ხოლმე და რაღაცა და აი განვაახლებ ძალიან ხუმღულა რაღაცები აი მე რომ მიყვარს ესეთი რაღაცები იყო ათლაში და ძალიან იაფი ათილარი ხალხო მე რომ მეორადები მომქონდა ხოლმე მასეთ რაღაცებს 15 ლარზე ნაკლებს არ ავყიდეთ იმიტომ რომ ნუ მე ესე ანუ ღირებულება ისე იყო მაგაზე იაფად ვერ გავყიდე ვიარეთ ბარბარემ კი აირჩია ეს სამი რაღაცა და მეოთხე იყო არა სამი არ იყო ერთი უბკა ორი უბკა იყო ორი ზედა იყო და ხო ერთი ნინოსი უბკა იყო ჩემთვის ავიღე ერთი პიჯაკი მოვტყუდის პიჯაკი არ უნდა დამედო დავდე რადგან ვერაფერი ვერ შეუფერე არ უნდა დამედო ნახევარ კლავზე იყო ცოტა ესე რა რადგან მე გეტყვით რატომაც არ უნდა დამედო წინაზე ხო გახსოვთ კაბა ვიყიდე და კაბა ავარჩი და პიჯაკი ვერ ავარჩი ეხა პიჯაკი ავარჩი ხალხო კაბებს გუშინცი რამდენი კაბა აჩვენეს კლასიკურები რაღაცები ისეთები ერთი არის იყო ქვეყანა კაბები იყო საშემოდგომო უბრალოდ რომ ესე გასასვლელად ჩაიცმევ და რაღაც ვერ ავარჩი მე გადავწყვიტე რომ კაი მეთქი წავალ ეხა საროჭკას ავიღებ იუბკას ავიღებ რაღაცას ავიღე იუბკა და საროჭკა ვერ ვიყო მაიკა ავიღე ვერ მაიკა საერთოდ ვერ ვიშოვე რომ მეთქი რამე ან ესეც ვიყიდი რაღაცა ის წითელ შავში იყო იუბკა ძალიან მომეწონა მუხლს ქვემოთ რაღაცა ძალიან კლასიკური და პიჯაკიც ავიღე ის შიდა ჩასაცმელი ვერ მოვარგი მე ვიფიქრე რომ მე რაც მაქვს იმას ვერ მოკლეთ აი თან ტკიოდა თავი ხალხო თან მშიოდა ეს ჩემში ხმაური წევს რაღაცა უბედურობას აი მანგრევს დისკომფორტს მიქმნის აი სიმყუდროვეს მირღვევს აი იცი როგორი შეგრძნება მქონდა რომ მარტო ვიყავი რაღაცა გაფანტულ ზონაში რა და აი თან რო თავი რო გტკივა ეგ ხო ცალკე თემა არის თან რო უნდა მოვასწრებდო რომ ბარბარე ცეკვაზე დღეს გადაღება აქვთ ცეკვაზე რაღაცა საავტორო უფლებები უნდა დაიცვან ერთ-ერთ ცეკვაზე და მსგავსი გადაღება აქვთ და არ უნდა დაგვეგვიანა თან მე მოკლედ რა ხო და ამ ქაოსში და იმაში აბსოლუტურად რაც კი რამე ავიღე ვერ შეუხამ ერთმანეთს და აი ვიცოდი რომ აერაფერს ვერ ვიყიდი და დავალაგე და მეთქი ბარბარე წმოდი შენ გაისინჯე და ერთი უბკა და ერთი ზედა აიღო ერთი უბკა და ერთი ზედა დავტოვეთ და ერთი უბკა კიდე ნინოს წამოვუღე მშვენივრად აქ წამოველთ სამი რაღაცა ვიყიდეთ გეფიცები ჯერ ხო ყიდვა ერთი რამეა და მეორე არის რიგში დგომა სალაროსთან იცი რამდენ ხელას სალარო არ ვიცი შოპმარინას წარმომადგენელი ვინმე თუ მიყურებს მაგრამ ძალიან ქაოსი არის გადასახდ მე შეიძლება ერთმანეთი დახოცონ შენ ამ რიგში რო იყავი აქ რატო შემოძვერი აქ რო იყავი აქ რატო შემოძვერი შენ იქიდან ახალ მოსული აქ რაღაცა ზოგი ჩხუბობ ზოგი იმდენი ხანი დგა რომ ბავშვს უნათლავენ ხოლმე ერთმანეთს იმდენი ხანი ვიდექით უკვე ჭორაობდით გარშემო ხო და ვინც მიყურებს ხალხო რა ვიცი თქვენ უფროს თუ იმას გადაეცით რომ ეს ბარიერები ხო გააკეთონ ესე ცოტა ისე რომ აი აქ რო შეხვალ ესე ხო იქნება ესე ორი ხო იქნება რა აქ რო შეხვალ ანუ ერთი იმ სიგანე იყოს იყიდი აქედან გამოხან სხვა ბარიერში არ გადახვალა ისე იმ ბარიერიდან მოუხო და გამოხვალ აღარ დახოცავენ ხალხო ერთმანეთს ვაიმე დიდი წყვეტა ყველა სასაცილო ის იყო რომ ბარბარე დავაყენე მესამე სალონი სალარო მესამე სალაროსთან და მე დავდექი მეორესთან ან უნდა ვიყიდა 35 ლარის ტანს რაღაცა და ჯერ გადავხედეთ რა რო ხვარიან ეს გადამყიდველები სპეციალურად არ წაველი დილით იმიტომ რომ ახალ კოლექციაზე ეს გადამყიდველები და მაღაზიები რო აქვს ისინი მიდიან და აი რა ვიცი ტონობით ყიდულობენ და აი მაგის უკან რიგში რო იდგე ვინც მასე ყიდულობს ეგ არის კოშმარი და კატასტროფა რომ შენ ელოდები 50 რაღაცას როდის გადადებს მე ის როდის მოუხსნის იმ რაღაცა მაგნიტური ის რო აქვს რა მე როდის აი და ესე გადავხედე რომ მეთქი სად არის და რაღაც ერთი სიტუაცია იყო მეორე და მესამე სალაროსთან და ვარ დავაყენე მესამესთან შენაკიდექი მე დავდექი მეორესთან ანუ გვერდზე რომ მეთქი რომელიც მალე მივართ და
მე ისე მოხდა რომ ბარბარეს მხარე აირია და მეორე სალოსთან მოვიდა ესეც გვერდი ვიდექით მე და ბარბარე ვითომ დავაყენე რომ ცოტა მალე მიხვალ მეთქი შენ და მოგცემ და გადაიხდი ერთად მივიდეთ აი მე ღმერთო სამგორიდან მარტყოფამდე გზადაგზა სამგორიდან არა აღარ გამოვედით ისე ბარბარემ გამახსენა წინაზე ხო აქედან გავყევითო და დავხედე საათს და ზუსტად 2 წუთში უნდა გამოსულიყო სამგორიდან მარშრუტკას ისანზე მოდის ხოლმე და მივხვდი რომ სანამ ჩვენ ისნის მეტროზე სამგორში ამოვიდოდ და მარშრუტკაში ჩავშლებოდით მარშრუტკა გამოვსოთ ის წამოვიდოდა ხო და ისანზე დავხდით იმ მარშრუტკას გეფიცები ეგე არასოდეს არ დაგრძელებულა გზა მარტყოფამდე ფეხზე ვიდექი იმ ფეხზე იდექი კიდე სხვა თემა არის ხარა ფეხზე დგომა არ მიჭირს და რაღაცა მაგრამ ძალიან გამიჭირდა ეს თავი რომ ტკიო და მეგონა რომ ზარები რეკავდნენ ყველაზე სისულელე იცი რა გავაკეთე რომ აფთიაქის გვერდზე ჩავიარე და ვერ მოვტვინე რომ შედი და რამე იყიდე და დადე მშიერიც ვიყავი და იქ ის ვიყიდეთ რა ქვია სანამარშრუტ გამოვიდო და კარტოფილის ღვეზელები მართალი კარტოფილი ვერ ვიპოვეთ მაგრამ თუ სახელი ეგ იყო აი მე რომ ნინოს კარაქს უსმევ ხოლმე ეგ ესო კარტოფილი ხო და მოვედით სახში პირველი რაც გავაკეთე რავი რაც მომხდა პირველი ანალგინი დავლიე და საჭმელი შევჭამ და მივხვდი რომ საჭმელმა კი არა ანალგინმა იმგვირდა დილით ადრე იცი რა ტოვდექი ყავა დავლიე მეთქი მაგრამ ყავა არ მქონდა და მე ნინო ვაფრინე და ეხა დავლიე ყავა და მივხვდი რომ თვალებიდან გამოვიხედე ცოტა ხო ეხა გადავწყვიტე მოვიფიქროთ მანანა შენ რასი ანუ ხვალე იონეს აქვს 10 საათზე მათემატიკიდან რომ მოვა უნდა ნახოთ რას ჩაიცმევს ქორწილში ანუ საროჭკა აქვს ჩემო ძმა მომცა ივანესთვის ერთადერთ ხელეთო თავის ქორწილში საროჭკა და ძალიან იდეალურად აქვს ივანეს თეთრი საროჭკა და ესენი მაგრდება იმით ზოპონები ქვია მე მგონი ხო ეს იმის მაგიროთ რო ღილების მაგიროთ ეგენი მაქვს მე რა ლაშას აქვს ეგენი და აბა როგორ მოირგებს ესე რომ უნდა გავუკეთო ძალიან მომწონს ესეთი კლასიკური საროჭკები და კლასიკური შარვალიც აქვს ნახოთ აბა როგორ ექნება შაშან ეცვა და არ ვიცი წელს რომ რამდენად კარგად ექნება და თუ არა და ხვალე უნდა წავიყვანო და ფეხსაცმელები უეჭველი სავარაუდოდ უნდა ვიყიდოს და ლაშას არ აქვს რა სავარაუდოდ ხვალ წავალთ ხო და არ ვიცი ხვალ რა იქნება და იქ რა სავნახავ და შეიძლება რამე ვიყიდო შეიძლება მაგრამ მანამდე გახსოვთ თემუზე რო ვიყიდე რაღაცა კაბა და რო თქვი ამას 1-2 კილოს დაკლება უნდა მეთქი ხო გახსოვთ მიზანს ხომ მივაღწიე და დავიკლე ხო და წეგან ეს კაბა ჩავიცვი და აი კაბა რო ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე მაშინ თქვი რომ მანანა მაგრამ იქ არის შენის პიჯაკი რო დადე იცი რა ლამაზად ეკნებოდა როგორ მომივიდა იქ ეგ დავდე როგორ მაგისტრის როგორ წავიდე ხოლმე იქ ნინოა თუ იონი ხო და მანდვინანი იონი თუ ერთ წამი იონი შენ ხარ იონი ნინო გეფიცები ვიღაცა იყო ნამდვილად იონი ნამდვილად ყველაფერი მანდიდა იონი იყო და აი ეს ყურსასმენები როდის უნდა გადავამტრევ და ცალ მხარეს მივცე ხო და ეს სიტყვით ეს იუბკა გავისინჯე კი არა და კაბა ჩემი თემუზე მოტანი ნაყიდი ეს ხო ჩანთა რამე შვილი ხო და ეს კაბა რო ვიხიდე მთელი 13 ლარი რო მივეცი ხო გახსოვთ და ეგ გავისინჯე და ძალიან კარგად მინდა რომ მქონოდა
არა, ცუდად არ მქონდა, მართლა კარგად მქონდა, უბრალოდ არ ვიცი რატო რაღაცა ამ სტილს ვერ ვიხდენ, მაგრამ ფერი ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ იცით ლურჯი არ მიყვარს, მაგრამ ფერი ძალიან მომწონს. ეხლა ნახეთ რა გავაკეთე. გამახსენდა რომ მე ხო ბიცოლა ყავ. მე ხო მკვლელი ბიცოლა მყავ, ანუ რაღაცა რო იგივე მოგათხალიშებს და გაგამწარებს და გაუბედურებს. ხო და ბიცოლა ჩემ ნახა რომ ეს ვიყიდე თემუზე რაღაცა და შოკმარინაშვილი ვიყიდე, ხო გახსოვთ ეს და მაშინ მომწერა ეს, აი ხმოვანი რომ მომწერა და გამანადგურა, ხო იცით? მაშინ მომწერა რომ ეგაო ძალიან მაგარი შემოსაცმელიაო და რაღაცაო რაღაცა. ხო და გამახსენდა ეს. ეს ამომწევი არის ეს კაბა. ხო იცით ამომწევად აჯლაჯული. ხო და ეს არის ესეთი სტილი. ეხლა არ მინდა სულ დავფარო ესი არ არის. აი ამდაგვარად არის. ცუდად არ გამოიყურება, მინდა გითხრათ. და ეხლა იყო, ანუ ფერებიც არ არის ამომწევი. ეხლა რაც შეხება ფეხსაცმელებს. ფეხსაცმელები მე მაქვს ბასანოჭკები, მაგრამ რაღა დრო ის ბასანოჭკებია, ოქტომბერი მთავრდება. ხო და მაქვს ორი სახის ჩექმა. ერთი მაჩუკა, მაკა თუ მიყურებ სალამი და გაუმარჯოს, მე ეს ჩექმა მაცვია, რა ვიცი, სადაც წავალ, სადაც მინდა რომ კომფორტულად ვიყო და რა ვიცი, ძალიან ძვირფას ჩექმა. ეს არის ძალიან რბილი. ეს არის ზამშივით. კი არა და ზამში. ეს განეხილება 99.9%-ით. და იმიტომ რომ ფეხს არ გტკენს ძილშიც რო გეცვას არის ძმაში. ხო, მე გამახსენდა რომ კიდე მაქვს ერთი ჩექმა. და ნინოს თქვა ეს ჩექმა შენზე დიდია, მეთქი ეს ჩექმა მეცვა ჩემ ბიძაშვილი მადონას ქორწილში. იმის მერეც მეცვა კაცო. იმის მერე ბევრჯერ მეცვა. უბრალოდ პირველად მაშინ ვყიდე და ესე იგი ნინო 11 სადღაც 12-13 წლის წინ ვიყიდე ეს ჩექმა და კარგი ჩექმა. მაგრამ მივხვდი რომ ბევრი 1-2 საათი გავქაჩვი. ანუ 13 წლის წინ ვიყიდე და მედო არა. 13 წლის წინ ვიყიდე ბევრჯერ მეცვა. ოღონდ ეს პრაზნიკებში. ეს არის ზმეიკით, აქეთი, აი აქამდე ზმეიკით არის და აქ არის შესაკრავები. ეს როცა გინდა ბოლონდია იწევმა, როცა გინდა აი ამას აქამდე გადმოწევ, მაგრამ ძირითადად სუესია წეულ მდგომარეობაში მათვია ხოლმე მე. ხო და მივხვდი რომ ამით დიდი ხანი ვერ გავკაჩო. არ მტკენს, მაგრამ დისკომფორტივით მქონდა და არაცხა რატომაც. ხო და თუ მადონას კარგად მოიქცევა, მადო შენ დაახლოებით ჩემი ფეხის ზომა გაქვს და იაფად მოკრიდი. ნუ ახლა არ დამიწყო მაჩუქე და რაღაცები. თუ გინდა მოკრიდი. მანდეი და თუ ვიყურებ, შენ ძალს უთხარი რომ ესა 100 ლარად მანანას ჩექმა აქვს და 50 ლარი გავიყოთ მე და შენ. 50 შენ 50 მე. თავი გავყიდოთ. აი ეს. აი ეგეთი ამბები მქონდა დღეს. ეხლა ბავშვებიც ეკვაც წავიდნენ და გეივანიც გავარდა ცეკვაზე. ხო და მე აფდგები ხადა მტვერსას ჩავთავ, იმიტომ რომ ვატყობ ნერვებზე მოქმედებს ეს და ესე ვერ გავაუთოებ. აშკარად ნერვები უნდა დავიწყნარო და მაგით ვიწყნარებ ხოლმე და რა ვიცი, ხარ არ ვიცი ხვალე რას ვიზავ თუ წავედით საერთოდ თუ ვიყიდი რამეს ეგეც არ ვიცი. ამიტომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მაგ გადაწყვეტილებამდე ვარ მისული. ხო, ჯერ უნდა მოვძებნო კალკუტკა მაგ. იმიტომ რომ ყოველთვის სადღაცას რომ ვიმჯერა, მაინც წუთას აღმოვაჩერო, ანუ ახალი კალკუტკა არ მაქვს ხოლმე. ხო და წინაზე ლელასთან ვიყიდე კალკუტკა და აი იცი როგორ აი თხილად ჩავიცვი, რომ მეთქი სადმე თითები არ გამყო. და გაქაჩა არაუშავლა. რომ ესე ვაკეთებდი ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეხლა ვერ იზავ მაგას, კაბა გაცვია, იუბკა როცა გაცვია, კიდე ხო, კაბა გაცვია, კაბას ხოვერა დაიწყებ ესე აჩაჩვას.
ხო და ერთ სიტყვით აი ესე ხალხი ვიბოდიალე რაღაცა და დასკვნამდე მივედი რომ მეგონი მაგებს ვიცმევ. მაგრამ აი ეს ბიჭაკი არ უნდა დამედო მაგრავნალობ. მაგრად. წავედი ახლა, დავაუთოვებ. ჯერ დავალაგებ, მიფუც მოფუცავ ესე. საჭველი არა მაქვს გასაკეთებელი. და დავიწყებ ისევ დაუთოვებას. კი, ეგრე ჯობია. მაგრამ ყველაზე კაი სიტუაცია 15-20 წუთი რო წამოწვე და დაიძინო. წავალება თქვენցით ბედნიერ დღეს გისურვებ. არ ვიცი მითხარით როგორ მექნება დაახლოებით თუ მიდის აი ვიზუალურადაც განახებთ კიდე ერთმანეთში. ანუ აი ხა კარგად აღიქმება ფერი ზუსტად. აი ესეთი სიტუაცია იქნება რა. არ ვიცი რამდენად მიდის და შავი ის ჩექმები, ანუ აი ეს დაბალძირიანები რა, აი ესენი. ეს პრიალები არა, მეორეები. ხო, მას კამარი აქვს, უბრალოდ არ უნდა შეიკრა რა, ესე უნდა გქონდეს. რავი, ცუდი არ უნდა იყოს, მე მგონი. ობიექტურად დამიწერეთ სუბიექტურად მეთქი. რამდენად მიდის ეს სიტუაცია ერთმანეთზე და ну ყოველ შემთხვევაში ხვალეც გადავხედავ იქ რა იქნება თუ წავედი ბაზრობაზე და იქნებ რამეც ავაგდოთ. ხო, ეხლა სანამ ბიცოლა ჩემი ხმოვანს მომწერს, ვიცი რასაც მომწერს და ცოტა ხანი დავბლოკავ. დროებით